გამარჯობათ მეგობრებო, ჩვენ ისე ერთებით ქართული იარაღის მუზეუმიდან. ქართული იარაღის მუზეუმი ჩოხა, ჩვენთან არიან. ჩვენი აკაკი მაკაცარია, ლეგენდარული მეაბჯრე და ბატონი გიორგი ბერჯავახი, სამხედრო ისტორიკოსი. დღეს საინტერესო სიტუაციას და ეპოქას განვიხილავთ ჩვენს მოკლე გადაცემაში, მოკლეში, იმიტომ რომ გრძელ გადაცემებს შემდეგისთვის გიმზადებთ. ჯერ გავეცნოთ. კი ბატონო. თამას ეს არის ვიკინგები. ვიკინგების ეპოქა, ვიკინგები და საქართველო, ანუ როგორც საქართველოში წოდებდნენ ვარაგნი. ვარაგნები ეს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა სტატიები არსებობს, ჯაბა სამუშიას ნაშრომის არსებობს, ნიკა ხოფერიამაც გააკეთა გადაცემა ვიკინგებზე და ვარაგნზე საქართველოში, აი ზუსტად რა იყო მათი მოსვლის მიზეზი, განხილული არის, მაგრამ მოდი ჩვენ შევეხოთ რა ხდება. კი ბატონო. ვინ არიან ვარაგნი? დაიწყე აკაკი და მეც გავაგზავნე. ვარანგები არიან მეომრები, ბიზანტიის იმპერიის დაქირავებული თვითონ იმპერატორის ჯარისკაცები, რომლებიც მოდიან ჩრდილოეთიდან, ჩვენი ნაცნობი ვიკინგები. მანდამდე ხა სანამ ბიზანტიამდე მივალთ, ვიტყვით რომ თვითონ თავიანთ თავს ვარაგები, ანუ ვიკინგები, სიტყვასიტყვით ძველი სკანდინავიური ენიდან გამოდის ვიკინგი, როგორც ზღვაში მოგზაური, ზღვაში ანუ შენ ვიკინგი კი არ ხარ, სავიკინგოდ მიდიხარ. სავიკინგეთ. ინგლისურად ინგიანი ფორმაში. მერვე, მეცხრე, მეათე, მე-11 საუკუნეები არის მათი, ასე ვთქვათ, ეპობია, მათი ეპოქა. დაუმარცხების დრო, დაუმარცხებლობის ეპოქა. და რო ვთქვათ, ახლა ჩვენ შეგნებულად ვართ ვიკინგურ ფორმაში აღჭურვილი, რაღაც საოცარი შეიარაღება და ვინმეზე მაგარი შეიარაღება არ აქვთ, ხო? მაგრამ არიან ძალიან მონდომებულები. ძალიან მონდომებულები. ხა რა არის მათი ერთად საქმიანობა? რბევა, აწიოკება, დაქირავებული სამსახური და ვაჭრობა. ვაჭრობა ძალიან. მოდით დავამატოთ, იმიტომ რომ ვაჭრობა პირველი სამსახური არ იყო მათი, მთავარი იყო მეომარი. და დაქირავებული მეომრობა ისინი ბევრი სამეფოს კარზე ხვდებიან რუსეთში, ხვდებიან ჩრდილოეთის ქვეყნებში და ძალიან ბევრი სამეფო ჩამოაყალიბეს სავიეთის გავლენით. და ყველაზე მთავარი ამ დროს ხვდებიან ჩვენს ყველაზე უმთავრეს მეზობელთან ბიზანტიის იმპერიის კარზეც. არაბეთამდეც ჩადიან, ესეც არა, ბევრი ცნობები ვიკინგების ცხოვრებაზე გვაქვს უამრავი ვაჭრები და ისტორიკოსების მიერ, მაგრამ ესეთი საიდან დაიწყო მაგათი ხა მოდი ერთი რაღაცა ვთქვა, რომ ყველაფრის საწყისი არის გარემო პირობები და იდი. ჩვენ გავიწყდება იმ მათი გარემო პირობები, რომ მათ ზღვაში გარემო პირობებმაც უბიძგა, მაგრამ ერთ ფაქტს ვერავულით გვერდში მათი რელიგია არის სამხედრო იდეოლოგია, ყველა ვიცით რას ნიშნავს და ოდინი მეომარი ღმერთი, რომელიც ქვეყანად ყველაფერს პირდება ომში მკვდარს. აი ეს არის მათი რელიგია და ყველა მეომარს ელოდება ვალჰალა. ახლა მოდი და არ მოკვდე ოდინის გულისთვის იარაღით ხელში. იარაღით ხელში, ვინც ახლა მოდი ორი სხვა იარაღზე გავაკეთოთ. არ მიდიხარ 60-ზე. არ მიდიხარ 60-ზე თუ კაცი არ აკავს მოკლული. ახლა ამ რელიგიის მატარებელი, ანუ ქრისტიანობის შემოსვლამდე ასეთ რაღაცას წერს ისტორიკოსები რომ დააწნარებს მერე ძალიან. ყველა პატარა სოფლის ეკლესიაშიც კი ასე იწყებოდა ლოცვა ღმერთო გვიხსენენ ვიკინგებისგანო. ნუ ღმერთო გვიხსენენ მათი. იმიტომ რომ ესეც დავამატებ, ვიკინგები ძირითადად ესხმოდნენ ქრისტიანულ ტაძრებს თავს. ესენი კალბობენ რომ მაგარი მეომრები იყვნენ, მაგრამ ძირითადი მაგათი სამიზნეები იყო დაუცველი ტაძრები, მონასტერები. არა, მარტო დაუცველი არა, მთავარი სიმდიდრე იქ ინახებოდა. ღარიბ სოფელში ახლა მე რო დამეცენ თავს რა უნდა წაიღონ. ეხლა მოდი ორი სიტყვა შეერთებაზე თქვა ჩვენ მოაკაკ. ერთს დავამატებ პატარა სოფლებზე ესეთ ადგილებს, მაგალითად სლავური სოფლები, ძირითადად დაწიოკებული იყო, იმით რომ მონებად მიყავდა. მარტო სლავური არა, ჩრდილოეთის და დასავლეთ ევროპის ქვეყნებსაც არ აკლებდნენ. ელემენტარულად გეტყვი რომ ძალიან საინტერესო ქვეყანა ისლანდია, ტომიდან გაძევებული ვიკინგებით და ბრიტანეთის სანაპიროდან მოტაცებული ქალებითაა დასახლებული. ეხლა მოდი იარაღზე გადავიდეთ, კაკო ჩვენ გვაცვია ვიკინგების ეპოქის ეპოქების და რა ეპოქის შესაბამისად სხვა სტილის სხვა რეგიონი მე უფრო ჩასმულა როგორც რუსი, მაგრამ მუზარადი მაქვს ესეთი რა ქვია ნორმანის. ვიკინგი დიდი ხნის განმავლობაში არცოდნის გამო ასოცირდებოდა ეს შეგნებულად მოვიტანეს ფარშივი არაფრის მაქნისი. ასტერიქსი და ობელიქსი უფრო არ ვიდრე. ქრიანთან არანაირი რქები მათ არ ქონდათ. ერთს ვიტყვი რელიგიურ რიტუალებში გამოიყენებდნენ რაღაცა რქებიანს, მაგრამ ესეთი არ იყო არაფერი. მეორე ვერსიაც არსებობს, რომ იმ მაშინდელი გამოხატვა ხდებოდა მათი როგორც ზემოეომრებთან და აი რქები ქონდათ. ეშმაკისებური დევები როგორც. აი ხო იცი რატო დამარცხდებოდი, აბა რა იქნებოდა რქები ქონდათ, გული გამგვისკდა, მოვიდა ზოგს ურქინეს. ეს არის ფოლკლორი, არანაირი რქიანი მუზარადი არ ქონიათ, უფრო მეტსაც გეტყვით რომ რქიანი მუზარადი არის ჩვეულებრივ სისულელი. მარტო ის კი არ უაზრო, რატო? ერთს ვიტყვი რომ დეკორაციულად ვერ მუზარადს ქონდა მაინც. დეკორატიულად უნდა არა ბრძოლაში. ნახეთ, მუზარადი უნდა იყოს ასხლეთის უნარიანი და თან თუ შეაჩერა ეს უარესია. ხო პირიქით, რაც უფრო დამრეცია მუზარადი, უფრო უკეთესია. მათი ძირითადი შეიარაღება არის ხის პარი,
ძალიან მაგარი ხისოსტატები არიან და გემისოსტატები, მათ გემებს ქვიათ დრაკონები, ეს ვარ დრაკონები. ძირითადი შეერაგება მათი არის გრძელი გემები იყო. ხო, დაახლოებით 100 სეულის ზომის ქვეყანაყოფი შედიოდა 40-დან 100 კაცამდე იტევს მათი გემები. ძირითადი საჭურველი მათი თავიდან იყო სხვადასხვანაირი ცული, აი ხა მე დაკაკეს გვიკავია სასროლი ცული და საბრძოლო ცული, ორ ხელით დასაკავებია ერთ ხელისაც და დიდი პატარა ფარი, თავის რკინის უმბონით, რომელსაც აი შემორტყმის მომენტშიც იყენებენ. მუზარადი თავიდან ფუფუნებაა, მაგრამ ბოლოს იმდენი რკინა ჩაიგდეს ხელში, რომ თამადაც ამზადებენ და უმუზარადოდ არავინ არ დადის, ოღონდ კიდე ერთ ხელ გეუნებით. არანაირ რკიანი მუზარადი ბრძოლაში არ გამოიყენება და შემდეგ უკვე მათ დაიწყეს აღჭურვაც, იმიტომ რომ მიხვდნენ რომ განსაკუთრებით შტურმის დროს ისრების ძირითადად აბჯრებზე და იარაღებზე ესეთ რაღაც დავამატებ. არის რეგიონალური გავლენა, ვისაც დაიპყრობენ და რა რეგიონში ჩავლენ, მოკლავენ მეომარს, წაართმევენ, ჩაისვენ და მეორე აი სტილის მაგალითად ბიზანტიური ლამილარეთ შემოვიდა რომ უკვე ბიზანტიებში ჩავიდნენ. ეს არის ბექტარი ფირფიტობის გაგლა ლამერული ანუ ქერცლოვანი აბჯარი გვაცვია, რაც იმ ეპოქისთვის იყო დამახასიათებელი. ძალიან განთქმული არიან ხელცულით ბრძოლაში და ცულით ბრძოლაში. აქ ეს არის სასროლი ცული, რომელიც რაღაც მანძილზე პიროვნებას გააჩნია. ცულიც რატო ხეზე სამუშაო იარაღი იყო, რომელიც ძალიან გამუღამებული ქონდათ, ასე რომ ვთქვათ ეს იარაღი. ჩრდილოეთში ხე არის და რა ვიცი, სხვა არაფერი ფაქტიურად და განთქმული ხისო დურგლები იყვნენ, ხლა ამას ვერ უარყოფთ. და აი ვიკინგებზე ერთი რაც მინდა თქვა. ასევე ძალიან აქტიურად იყენებენ מחვილებსაც ორპირა מחვილებს. ხშირად ხდება ძალიან ბლაგუწერიანი, ძირითადად ეს არის ორპირა განთქმული ვიკინგური ხმალი ძალიან, მაგრამ ეს ჩვენ არა გვაქვს უბრალოდ ესეთი ეს პრო შემდეგ ჯოროსნული დაახლოებით იმ ვიზუალისტის გვინდა, მაგრამ ერთი რაღაცა მინდა თქვა ვიკინგებზე ძალიან საინტერესო. კი, დამარბეველები იყვნენ, კი მეომრები იყვნენ, მაგრამ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვით ევროპაში სახელმწიფოების ფორმირებაში. ინგლისის ფორმირებაში, საფრანგეთის ფორმირებაში, აიზულებდა რომ გაერთიანებული იყო და ძირითადად გაერთიანებული როგორ? ოღონდ შენ აღარ აგვაწიოკო და შენ გახდი ჩვენი მეფე. და მე და საფრანგეთის მეფემ 20,000 ოქრო მონეტა ძლივს გამოიყიდა თავი, როცა ვიკინგებმა მოარბიეს ხა. და საფრანგეთის ერთ-ერთი დამფუძნებელი ელიტა გახდა ნორმანები. ეს რუსეთში ვარიაგები მართავენ რუსეთში, აი მემაცი ახლა ეს ნორმანული მუზარადი და ბექტარი, რომელიც უფრო იყო ბაგატირების დამახასიათებელი, ბაგატირებიც არიან ეს რუს იყო მენიჩბე. მენიჩბე და მაგათმა ჩამოაყალიბეს ერთი აი რუსეთზე ვთქვათ. რუსეთი დღეს რო იბრალ ისინი არ იყვნენ. კიევი იყო პირველი ქალაქი, რომელიც მათ ააშენეს, ეს იყო დნიპრის მდინარეზე, რომ ჩამოდიოდნენ ჩრდილოეთიდან, ისევ მიდიოდნენ ბიზანტიაში და მანდ იყო გასაჩერებელი ადგილი შუა. კალაპოძე მათი გემების გადათხრევა. და მოდი ჩემოკარგებო, თავარ ფაქტორზე გადავიდეთ საქართველოზე. ერთადერთი შემთხვევა გაქვს, ეს არის ვიკინგების პირველი და უკანასკნელი შეხება ჯერჯერობით ფეხბურთს თუ არ ჩავთვლით ქართველებთან და ეს ის პერიოდია, როცა საქართველოში მიდის სამარცხინო სამოქალაქო ომი ბაგრატიონებს და ბაღვაშებს შორის. ხოდაშორის დიდი ხნის დისკუსია, პირდაპირ წერია მატიარე ქართლის საიდე რომ მოვიდნენ ვარაგნი. მაგრამ საიდე ვარაგნი. არ არის გამორიცხული ეს სიტყვა აქედან მოდიოდეს. მაგრამ საქართველოს რაღაც დაუმარცხებელი მეომრის სტატუსი ვერ დატოვა დროის სიმცირის გამო. მოკლედ გეტყვით რატო? ხა მთავარი ფაქტორი საიდან მოხდნენ საქართველოში? ერთი ვერსიით, რომ ისინი ეხმარებიან ლიპარიტ ბაღვაშს, რაც გამოირიცხა, იმიტომ რომ მეფის განკარგულებაშია ბევრი ის ადგილები, სადაც ვიკინგებმა გამოიარეს და მაგრამ საიდან კონკრეტულად შავი ზღვიდან არის ვერსია. სხვათა შორის რუნები, მათი ქვაზე აღწევ რუნები მოგითხრობენ კავკასიის მთებში ლაშქრობის შესახებ და ერთადერთი ისინი კი არიან ამაყი მეომრები, მაგრამ არ მალავენ რომ დამარცხდნენ. რომ ისინი დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იბრძვიან და აზერბაიჯანში ბევრი რეიდები ქონდა თავად. არ მეფემ ეს შანსი არ გაუშვა ხელიდან დაექირავებინა ვიკინგები ბაღვაშის წინააღმდეგ. არის მეორე ვერსიაც რომ ბაღვაშის ხარეს იბრძვიან, მაგრამ ეს გამოირიცხა ბოლოს ვიტყვი რატო. 3000-მდე ვიკინგს იქირავებს საქართველოს მეფე დავით მე-4 აღმაშენებლის ბაბუა ბაგრატი ლიპარიტ ბაღვაშის წინააღმდეგ სამოქალაქო სამარცხინო სამოქალაქო ომში და დღევანდელი კასპიის რაიონში შემდეგ გადაცემა გვექნება უკვე სასიძეთის ბრძოლის პერიპეტიებზე ჭალაში ხდება ეს ბრძოლა. ვიკინგები იმდენად გაამაყებულები არიან და ჟარგონი რო გამოვიყენოთ აი ჩვენს ალეკო ელისაშვილსაც აქ ამას და ჯაბა სამუშიასაც პატარა ნარკვევები, ნიკა ხოფერიასაც ასე ბევრი პატარა ნარკვევი არსებობს, მაგრამ ესეთი ერთიანი სისტემურად არა. იმდენად არიან გაამაყებულები რომ მათ ვერ წარმოუდგენიათ რომ პრაქტიკულად ის მათ აქ დაუმარცხებელი მეომრის იმიჯი როც დამარცხდნენ რა ისინი აი ომში სიკვდილი ურჩევნიათ გაქცევას. მაგრამ რა ხდება? არ ელოდებიან ძირითად ძალებს და შტურმი მიაქვთ. თავიანთი ფარების წყობა, მოდი ფარები აუწიოთ, ეს არის მათი საყვარელი წყობა.
ფარების კედელი ეს. ფარების კედელი და შემდეგ როცა მივახდებიან მანძილზე რომ უკვე ის არის უკვე შეუულიათ რომ ძალიან ახლოს ეგრევე იშლებიან და მე უკვე შტურმზე გადადიან როგორც ჩანს ეს შტურმი წადეს მაგრამ ნურას უკაცრავად მათ არის ცოდნენ რომ არაფრით ნაკლები გიჟები არ იყვნენ კავკასიელები მიუხედავად იმისა რომ სოფლიოში გავარდნი ჩვენი სახელი არ იყო თვითონ მატიანიც ვერ მალავს რომ იყვნენ ამაყნიო და არ დაელოდნენ ძირითადი ძალების მოსვლას მესხეთიდან და მეფის ძალებსო ბაშია პირველი სადაც დაბანაკდნენ და აქედან იწყება მათი შტურმი როგორც ჩანს ხა საიდან ვისწავლეთ მათი ტაქტიკა რა უნდა გვეპირისპირებინა არ ვიცით მაგრამ დიდი ალბათობით ბაგრატი კი ლიპარტი რომელიც სეპარატისტურ ბრძოლას ეწევა მოდი ვაღიაროთ ბიზანტიის კარზე ნანახი ეყოლებოდა ვიკინგები და მათი ბრძოლის შესახებაც შანსი არ არის თვითონ იმპერატორის თავარი დაცვა იყო ვარანგიელი რაინდები შანსი ბევრ ქვეყნის არიან ესე იგი მოდებული თელ მსოფლიოს და მათ მიიტანეს იერიში პირდაპირ ლიპარის ბაღვაშის ცენტრზე ლიპარის ბაღვაში ამიერის როგორც ჩანს ელის და როდესაც იერიზე გადმოდიან და ახლა წიწკებენ მათ აქცევს ორმაგ ცეცხლში და შუბებით ბრძოლაში რასაც ჩვენ ვაჯობეთ ვიკინგები დიდი ნაწილი გავანადგურეთ დიდი ნაწილი ტყვეთ ჩავიგდეთ და მერე დავსვით და ყველაზე უცნაურად დამთავრდა როგორ დამთავრდა ხო დავსვით და პური ვასრევი პურის და ღვინის სამშობლოა კავკასია და ერთადერთი საქმე რასაც არ აკეთებს ხალი არის პურის გაცრა და იმდენად დააკრინა ბაღვაშმა თან რომ აი პური აცრევინა ასე იყო თუ ისე ქართულ ისტორიოგრაფიაში ქართულ მითოლოგიაში ვერ დაკვირდა ვარიაგი უძლებელ სინონიმად და ტოპონიმად რაღაცა გავიდნენ ყველგან სხვაგან რო აწიოკებდნენ და გახდნენ მაგათი მართო ბატონები ეს ერთადერთი საამაყო გვაქვს ასირეთის ბრძოლა კარგი იქნება თუ ამაზე პატარა ვიდეო როლი გაკეთება ის მულტიპლიკაციის მსგავსი ბევრს მე გამოვიყენებთ ამას ჩვენ ეხლა ვიწყებთ ჩვენ გადაცემებს მოკლედ ვარიაგებიც მოვიდნენ საქართველოში და როგორც მოვიდნენ ისე წავიდნენ ვერაგი ვარიაგები ერთს დავამატებ ჩემ სამოყვარულო თეორიას რომ მაგათ თავიანთ მითოლოგიაში მოყავთ ეს დვორფები რომ ეს რაღაცა მთაში მაცხოვრებელი მჭედლები და მე მაინც მჯერა რომ ეს იყო მაგათმა პირველად რომ ნახოს კავკასიელები და რომ ნახეს მთის მჭედელი ქართველები იქნებს ვახ მართლა ეს დვორფები არიან ხო ანუ ჩვენ კინა რამდენი ხნით ადრე გქონდა სვანეთის და ჭუბერის კინა ასე რომ ვარიაგები ვერ დაკვირდნენ ქართულ ფოლკლორში უძლებელ მეომრებად თქვენს იმოგზაურეთ სამხედრო ისტორიაში მოდით მოგზაურეთ დავითა ნასარიძის მუზეუმში აი ასე აღჭურვილის ვიკინგები გვებრძოდნენ მე-11 საუკუნეში იმოგზაურეთ დავით ნასარიძესთან ჩვენ კი შევეცდებით პატარ-პატარა გადაცემებით დავით ნასარიძის მუზეუმის შტაბ-ბიძლებები უფრო და უფრო გაგიზიანებთ აუცილებლად საქართველოს ისტორიას გააგრძელეთ საქართველოს ისტორია მოიხდი და ესე დავიმშვიდობოთ ჩვენ ტელემაყურებელს გავს ვიკინგს ხო მე ნამდვილად არ გავარ ვიკინგს დროებით